მოგესალმებით მეგობრებო, მოდით ნახოთ როგორ მართავთ თქვენი ცხოვრებით. ჩანს რომ შენში ჩდება ძლიერი შინაგანი ენერგია და ნელ-ნელა სწავლობ საკუთარი ემოციების შიშების და სიტუაციების მართვას. შეიძლება ჯერ კიდევ ეძებ გზას, მაგრამ უკვე ბევრად უფრო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მოდის შენგან, ვიდრე თქვათ შარშან რა ენერგიებშიც იყავი შედარებით. შენ გაქვს ყველა რესურსი, მინდა გითხრა, რომ თავად შექმნა შენი გზა, შენი ცხოვრება. შენი ურთიერთობა თავად რომ შექმნა. თავარია საკუთარი შესაძლებლობების გწამდეს, გჯეროდეს და არ დაელოდე სხვების ნაბიჯს, სხვები რა სიტყვიან, მაგალითად იმაზე არ ფიქრო და ვიღაცისგან ნაბიჯს თუ ელოდები, იაქტიური იმოქმედე შენ თვითონ, მაგალითად პირად ურთიერთობებში თუ იმას ელოდები, აქტიურობა შენგან უფრო არის საჭირო ამ ეტაპზე. ადრე ვხედავ, რომ გარემოებებს მართავდა სხვა ადამიანი, მაგრამ ახლა იწყება ეტაპი, როცა შენ თავად იღებ კონტროლს ხელში და თუ მიზანს მყაფიებ და ისახავ, შედეგებიც უფრო სწრაფად მოვა. ამ ეტაპზე ცხოვრების სრულად მართვაში ხელს არაფერი არ გიშლის, ჩემო კარგო. მოვლენები ძალიან სწრაფად შეიცვლება, დალაგდება ბევრი რამ. ანახე უფრო დინებას მიყვებოდი, ვიდრე თავად წყვეტდი ბევრ რამეს. ამ ეტაპზე ისევ წარმოგაკვეთილებში ხარ და ეს ყველაფერი უკვე შეცვლილია, თავად შეცვალე შენი გზა, ჩიხიდან გამოსვლა ჩანს, არჩევანზე ხარ და აირჩევ სიყვარულს, ბედნიერებას და კარგად ყოფნას. შიშები შენზე აღარ მოქმედებს, როგორ ჩანს, თუ არა გადადის სხვა პოზიციაში, დგები არჩევანზე. შენ აირჩევ ბედნიერებას, გამოდიხარ ამ არკანიდან და იწყებ მოქმედებას, სამართლიან მოქმედებას იწყებ. აღარ ხარ დაბნეული, ისეთი დაბნეული როგორიც იყავი, ეჭვებში აღარ იქნები, მზეში ხარ, 10 თასში ხარ. ბევრ რამეს გუთან ახლოს იღებდი ამ ეტაპზე, ეს უკვე წარსულშია, გადართული ხარ საკუთარ თავზე, თქვენს გამარჯვებებზე. თქვენში არის ძალიან ძლიერი ქალური ენერგია და მაგი ხართ მართავთ საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ ბედს.